მოგესალმებით მეგობრებო, განვაგრძობთ კი არა და ვასრულებთ ჩვენი საუბრების ციკლს ქართულ 10 ქართულ ბესტსელერზე და დღეს გვექნება ბოლო საუბარი ნომერი 10 გოჩა მანუელიძემ გლები. ეხა თავიდან მე პირველადაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ ალბათ ამ ჩვენ მიერ შედგენილ 10 წიგნში, 10 ბესტსელერის წიგნში ეს უპირობო ბესტსელერია და უკონკურენტოც რიგი მიზეზების გამო და ამ მიზეზებზე ვისაუბრებ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვარაუდებია და არანაირი კავშირი შეიძლება არ ქონდეს ჭეშმარიტებასთან და მარკეტინგთან და ასე შემდეგ. მაგრამ სანამ ეხა უშუალოდ ცოტა განმეხილავდეთ ამ წიგნს სტრუქტურულად, სტილისტურად და რაც მთავარია შინაარსობრივად და თემატურად, მინდა ცოტა შორიდან დავიწყო, უფრო სწორედ თანდათან მიუახლოვდე ამ წიგნს. არსებობს რაღაც უნივერსალური ჟანრები ლიტერატურაში, რომელიც საქართველოში ერთი შეხედვით ვერ განვითარდა და ვერ გახდა წარმატებული. ესეთი ჟანრებია, აბოლოს გამოჩნდა ასეთი ჟანრის ბევრი წიგნი, მაგრამ მაინც ვერ ხდება რა ეს წიგნი რაღაც მიზეზების გამო, ისეთი რომ ადამიანს გაუჩნდეს ამ წიგნების წაკითხვის სურვილი. ესეთი არის დეტექტივი, საიდუმლოებით მოცული რომანები, ასე ვთქვათ, სადაც რაღაც საიდუმლო არის, ტრილერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა საქართველოს თავისი საბჭოთა წარსულის გამო შექმნა ჟანრი, რომელიც შეიძლება დაუშვათ ამ უნივერსალურ ჟანრებში არ მოიაზრება და ვერც მოიაზრება, იმიტომ რომ წმინდა საბჭოთა ჟანრია და პოსტსაბჭოთაც. ეს არის ეგრეთ წოდებული კრიმინალური ქურდული რომანი. რა შეიძლება ახლა ჩვენ ამას მსოფლიოში დაუშვათ ანალოგად დავუყენოთ? რა ვიცი, ევროპულ ლიტერატურაში შეიძლება აი ბრიტანული ლიტერატურაზე დავუყენოთ ხულიგნური რომანები რო ამ არის, თუმცა მაინც ეს განსხვავდება და წმინდად ამერიკული ჟანრი განგსტერული რომანი. რასაც ქვია განგსტერული რომანი. ჩვენში ყველაზე ცნობილი ასეთი განგსტერული რომანი არის ნათლი მამა. სხვათა შორის გოჩა მანუელიძის მგლებს აქვს გარკვეული კავშირები ნათლი მამასთან, ანუ რაღაც პარალელებია და შეიძლება რაღაც გავლენებზეც ვისაუბროთ ამ სიტყვის აბსოლუტურად დადებითი და პოზიტიური გაგებით. ეხლა რატომ მაინც და მაინც რატომ მოხდა ასე, რომ დეტექტივი და უშუალოდ ტრილერი ნაკლებად განვითარდა, შეიძლება არიან ავტორები, რომლებიც ამ ჟანრში წერენ, მაგრამ დაინტერესება ნაკლებია და მაინც და მაინც ეს განგსტერული პროზა და უშუალოდ მაფიოზური შეგვიძლია უწოდოთ და ქურდული პროზა რაღაც ჩვენი ინტერესი ისიც გვაინტერესებს და ესეც ადგილობრივ და უშუალოდ ადგილობრივ ნედლეულზე შექმნილი ეგრეთ წოდებული ქურდული პროზა რომანები. ამის მიზეზი ჩვენ რა თქმა უნდა ბეძიოთ პირველ რიგში საზოგადოებრივ მოწყობაში. როგორც განგსტერული რომანი, ამერიკული, მაფიოზური რომანი, ასევე ქურდული რომანი აგებულია ძალიან პატრიარქალურ იერარქიაზე. ანუ იერარქიის გარეშე თუ საზოგადოება არ არის იერარქიული თავისი მოწყობით, ასეთ საზოგადოებას არ აქვს შანსი განავითაროს ასეთი ჟანრი ლიტერატურაში. იმიტომ რომ როგორც დაუშვათ ჭირდება საზოგადოებას ლიდერი, ასევე მაფიას ჭირდება უპირობო ლიდერი და ასევე კანონიერი ქურდიც არის გარკვეული სუბკულტურის და გარკვეული საზოგადოების ლიდერი, ანუ უპირობო ავტორიტეტი. ამის გარდა არის კიდევ ერთი მომენტი. ქვეყნის სოციალური მდგომარეობა და სამართალი ქვეყანაში. ჩვენ თუ ახლა კარგად გავიხსენებთ,
ძირითადად რომელ პერიოდს ეხება ამერიკული განგსტერული რომანები, ხო? ეს ეხება 30-იან წლებს, როდესაც იყო დიდი დეპრესია ამერიკაში და საბჭოთა კავშირი ერთი დიდი დეპრესია იყო ამ მხრივ, იმიტომ რომ სამართალი ძალიან ცუდად ფუნქციონირებდა, თუ საერთოდ იყო რაღაც სამართალი, ალბათ მაინც იყო რაღაც სამართალი, მაგრამ უუფლებო სამართალი იყო. და ამ მხრივ აქ იკვეთება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ გარკვეულ და აი ასეთ საზოგადოებებში ღარიბ ოჯახში დაბადებულ ადამიანს თუ ის არ არის რაღაცა ბრწყინვალე გონება და ბუნებრივი მიდრეკილებები არ აქვს, ასეთივე არის სხვათა შორის დაგვავიწყდა ჩვენ დღეს რატომაც მახსენდებოდა, არ ვიცი თქვენ ხა გახსოვთ თუ არა, ჟოზე ამადუს ქვიშის კარიერის გენერლები ცნობილი ფილმიც იყო, ისიც ასეთივე ტიპის რომანია. აქ არის მთავარი რაღაც, რომ ასეთ საზოგადოებაში დაბადებულ ადამიანს, რომელსაც ცხოვრება არ მიცა ან ინტელექტუალური, ან ფიზიკური, ან ფინანსური ფორა, მისთვის კრიმინალი არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი კრიმინალში ჩართვა არის კარიერა, ჩვეულებრივი კარიერა, საიდანაც შეიძლება ის გამოვიდეს წარმატებული ადამიანი, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ აქვს. აქედან გამომდინარე ეს ჩვენ როცა ვლაპარაკობთ რაღაცა კრიმინალურ მიდრეკილებებზე ამა თუ იმ ერში, ამ შემთხვევაში ავიღოთ საქართველოს, ამას აქვს თავისი მიზეზი, რომ აი ესეთ ადამიანებისთვის ეს არის გზა წარმატებისკენ. და ეს უფრო არა რაღაცა შინაგან ტენდენციებზე მეტყველებს, არამედ გარკვეულ სივრცეში და კულტურაში არსებულ მდგომარეობას. და ზუსტად ამან წარმოშვა მთელი ეს კულტურა, სადაც როდესაც ადამიანი უსამართლო გარემოში იწყებს რაღაცა სამართლის ძებნას და წესრიგის ძებნას და ასეთ წესრიგს ქმნის ანუ უკანონო, ანუ ალტერნატიული კანონი, რომელიც დაუშვათ იქ დიდი დეპრესიის დროს იყო ეს მაფია, ჩვენთან იყვნენ ქურდები. სწორედ ამ თემას აი და ამ სუბკულტურას ეხება გოჩა მანუელიძის რომანი მგლები, რომელიც ნამდვილი ჭეშმარიტი ქართული ბესტსელერია. თან ისეთი რომ უკვე ცოტა იმაზე ვფიქრობ, რომ ამდენი ხანი რო არის წიგნი ბესტსელერი, ესე იგი ცოტა შეიძლება რაღაც სხვა ღირებულებებიც გქონდეს და ამას არ უნდა უყურო შენ რაღაცა სნობური აკადემიური რაღაცა ზევიდან, ასე ვთქვათ. მე აქ ვდგავარ ინტელექტუალი და ეს რა არის. საერთოდ არ უყურებ სხვათა შორის ამ წიგნს, ასე მე. თუმცა აქვე ვიტყვი რომ რა თქმა უნდა ეს არ მიმაჩნია რაღაც ეპოქალურ ლიტერატურად, მაგრამ ეპოქის გამომხატველად აუცილებლად. ერთი წიგნი კიდე რომელიც მე პირადად მიჩენს ძალიან ესეთი არაპირდაპირ შეიძლება კავშირს, ეს არის ჭაბო ამირეჯიბის დათა თუთაშხია. ანუ აქ გვაქვს ორი მთავარი გმირი, ორივე ახალგაზრდა, რა თქმა უნდა სხვადასხვა გარემოებებში, მაგრამ მთავარი პრინციპი არის ამოსავალი, რომ ყველაფერი იწყება დათა თუთაშხიასი და ლუკა გეგეშიძეა, ხო ეს პიროვნება, ხო? მათი თავგადასავალი იწყება ზუსტად ერთნაირად. მათ აბრალებენ რაღაცას, რაც მათ არ გაუკეთებიათ. და სწორედ აი ასე ხდება, როდესაც სამართლიანობის გზნობით ადამიანი შედის ძალიან უსამართლო სამყაროში და მერე უკვე იქ ცოდვას ემატება თავგადასავალი. თავგადასავალს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ახლა არის განსხვავებებიც, რა თქმა უნდა, მგლების მთავარი პერსონაჟი ქალაქიდან არის, ურბანული სივრციდან არის, ცენტრალური რაიონიდან არის, ნუ დათა თუთაშხია პირიქით. უფრო ისეთი რეგიონალური წარმომავლობის არის. თუმცა ამის იქით მათი ბედისწერა რაღაც გაგებით ერთნაირია. იმიტომ რომ ყველაფერი იწყება მათთან გამოჩვენებული რაღაც სისტემური უსამართლობით და შემდეგ ესენი ხვდებიან ამ უსამართლო სისტემაში, სადაც იწყებენ თავისი სამართლით და კანონით თავის გადარჩენას. ეს არის ერთი. რაც ქართველ ადამიანს ჩვენ ახლა ხო აქ არ უნდა მოვყვეთ ახლა ამ ხელა რომანის შინაარსი, იმიტომ რომ არც არის საინტერესო რომ მოვყვეთ. ჩვენ მოვყვეთ რამ გახადა ეს წიგნი ბესტსელერი და რატომ კითხულობს დღემდე ადამიანი.
ამ ყველაფერს. მე არ ვიცი. დღემდე ამერიკაში კითხულობენ მარიო პიუზოს ნათლი მამა? არა. ვერ ვიტყვი რომ კითხულობენ, იმიტომ რომ მე რაც ვიცხოვრე იქ, ფილმი ახსოვთ, წიგნი ნაკლებად. და ალბათ იმიტომ რომ ბევრი წიგნი დაიწერა ბევრნაირად და თვითონ საზოგადოებაც აღარ არის ამ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ვერ ვიტყვი რომ ხა ამერიკაში მაფია არ არსებობს, მაგრამ მაფიის გავლენა უკვე ძალიან დავიწყროებულია და კაცმა რო თქვას ეს არ ცილდება ისეთი ოფიციალურ ბიზნესებში თუ ვიტყვით სარესტორნო ბიზნეს აღარც კი არის მე რამდენადაც ვიცი და ძირითადად უკავშირდება პროსტიტუციას და ნარკოტიკებს, რაც უკვე თავისთავად ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვის მომხიბლავი აღარ არის. თუმცა თავის დროზე ეს მაფია, ეს ყველაფერი მართავდნენ სამართლიანად კაზინოებს, რაღაც დიდ მშენებლობებს და ასე შემდეგ. ანუ წესრიგი, მათი წესი და მათი ეს რაღაცა იერარქია ვრცელდებოდა ძალიან შორს და ძალიან გავლენიანი იყო ეს ყველაფერი. ამ რომანში არის ზუსტად ეს ნათლი მამა ტყუილად არ მიხსენებია, არის გარკვეული გავლენა ამ რომანის. ოღონდ ყველაზე საინტერესო ამ შემთხვევაში არის ის, რომ ეს არ არის არც სტილისტური გავლენა, არც ესთეტიკური გავლენა, კაცმა რო თქვას და არც დაუშვათ როგორ შეიძლება ითქვას ეს. ანუ აი მხატვრულად ეს ორი სხვადასხვა სამყაროა, იმიტომ რომ ერთი საბჭოთა სამყაროა და საბჭოთა იმაში ამოსდილი პერსონაჟია და მეორე ამერიკული სისტემაში და ამერიკულ ინდივიდუალიზმში გაზრდილი ადამიანი, ხო? ემიგრანტი. ანუ იქ სხვა რაღაცა, მაგრამ ამ შემთხვევაში არის გამაერთიანებელი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ნათლი მამას გავლენა გოჩა მანუელიძის მგლებში შემოდის უკვე როგორც კულტურული მეხსიერების გავლენა. ანუ ავტორი განზრახ ქმნის ისეთ სიტუაციებს, რომელიც შენ კითხავს, მისი თაობის მკითხავს და ალბათ ნებისმიერი ადამიანი მაინც თავის თაობით განსაზღვრავს ყველაფერს და ნაკლებად იცის უფროსები რას ფიქრობენ და უმცროსები და ავტორმა იცის რომ ზუსტად ეს ინტონაცია არის კულტურულად ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი თაობისთვის დაუშვათ, იმიტომ რომ მე არ ვარ კიდე ნათლი მამას თაობა. მე უფრო ნაიარევის სახის თაობა ვარ. ტონი მონტანას თაობა ვარ, ვიდრე დაუშვათ ნათლი მამის. მაგრამ აი ეს აშკარად იგრძნობა ტექსტში. დანარჩენი ახლა რა არის აქ ყველაფერი? თუ ამას დავამატებთ იმას, რომ ეს წიგნი არის კონკრეტულად, არ ვიცი მე ეს აი როგორ გამსაზღვრო ზუსტად. ეს არის პოსტსაბჭოთა კრიმინალური რომანი. იმიტომ რომ ამ რომანს აქვს კავშირები ძველ ქართულ საბჭოთა დეტექტივებთან, მე არ ვიცი თქვენ წაკითხული გაქვთ თუ არა. რაღაც ინგლის ბილიკი, იორომ ჩადუმენელის დეტექტივი. ანუ გაცილებით ეს სამყაროა, ვიდრე თუნდაც ჩვენი პირველი განსახილველი ავტორი ვინც იყო, აკა მორჩილაძის სამყარო, მადათოვი და ასე შემდეგ და ძველი ტფილისური, ასე ვთქვათ, ამბებზე აგებული დეტექტივები და ასე შემდეგ. ანუ ეს შეიძლება ესე მოკლედ რომ გამსაზღვროთ, პირობითად რა თქმა უნდა არის პოსტსაბჭოთა ეპოქაში დაწერილი საბჭოთა კრიმინალური რომანი. ეხლა აქ ისმევა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, სუფთა ლიტერატურულად და სტილისტურად. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს წიგნი არის დაწერილი ქართულად, იმიტომ რომ ესეთი წიგნი თავისუფლად შეიძლება დაწერილიყო სომხურად, აზერბაიჯანულად, არ ვიცი, ტაჯიკურად, უზბეკურად, რუსულად, უკრაინულად, ბელორუსულად. ალბათ დაწერილიც არის. ეჭვიც არ მეპარება, რომ სადღაც ეს ფორმა არის ძალიან მრავალჯერ გამოყენებული და ანუ სხვადასხვა ენაში, სხვადასხვა კულტურებით, სხვადასხვა პეიზაჟით, მაგრამ სტრუქტურა აგებული არის, იმიტომ რომ ეს მოიცავს საბჭოთა კულტურას. და ეს არ არის ქართული კულტურის, ასე ვთქვათ, ქართულ კულტურაში ამოსდილი რაღაცა. აქ ქართული კულტურა არის ეთნიკური დეტალი. მაგრამ ის ბრძოლის ის ფორმები, დაუშვათ
და მთელი ეს სტრუქტურა სამყაროს, რომელშიც ეს მთავარი პერსონაჟი მოძრაობს, ეს არის საბჭოთა სამყარო. პოსტსაბჭოთაც, მაგრამ პოსტსაბჭოთა და საბჭოთა დიდად ერთმანეთისგან მე არ განვარჩევდი სუფთა სტრუქტურულად. ეხლა ჩვენ კიდევ რა შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ხო გვაინტერესებს, რომ რატომ არის ეს წიგნი ბესტსელერი, ამიტომ რომ სხვას ჩვენ ვერაფერს ვერ განვიხილავთ აქ, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ამ რომანს შეიძლება დავუყენო მე ალბათ ერთი 15 ზუსტად მსგავსი რომანი. ზუსტად მსგავსი რომანი. როგორც ქართულ საბჭოთა დეტექტივს შემიძლია დავუყენო, დავუშვათ რუსული დეტექტივი და ასე შემდეგ. უკრაინული დეტექტივი, ეს ცალკე ადრე ჩემ ახალგაზრდობაში ეს ცალკე წიგნებადად და სერიებადაც კი გამოდიოდა საბჭოთა რესპუბლიკების დეტექტივები, სოციალისტური ქვეყნების დეტექტივები და ასე შემდეგ. და ანუ თუმცა აქ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მაინც მხოლოდ ვარშავის ხელშეკრულება არ არის, ნატოს ბლოკშიც იგივე ხდება. რისი თქმა მინდა ამით, რომ ასეთ რომანებს აქვს ერთი სტრუქტურა, აქ ორიგინალობას ძალიან ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ძალიან აქ ანუ ავტორი, რომელიც ცდილობს დაწეროს ესეთი რომანი, მისი მიზანი ორიგინალურობა არც უნდა იყოს. მისი ორიგინალობა არის, რომ გაითვალისწინოს დრო. დაუშვათ, როდესაც ეს რომანი დაიწერა ალბათ უკვე სადღაც 20 წლის წინ, ასეთივე რომანები იწერებოდა კიდევ 50 წლის წინ და განსხვავება არის რაში, ანტურაჟში, გარემოში დაუშვათ და ადამიანების ურთიერთობაში, მაგრამ არსობრივად ეს არის სქემა, რომელსაც ჭირდება ორი რამ. ინფორმაცია და როგორც წესი, არა მხოლოდ მე არ ვიცი კოჩა მანუელიძეზე არაფერი არ ვიცი სხვათა შორის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ სტრუქტურებში ერკვევა და ნამუშევარიც აქვს თვითონ და ეს ციხის სტრუქტურა და ეს ყველაფერი იცის, ეს არ არის მარტო ვიკიპედიიდან მოპოვებული, ეს რაღაც უფრო თვითმხილველის თვალით არის უფრო დანახული, მე არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობით მგონია, რომ თვითონ თანამშრომელი იყო და ეს ყველაფერი იცის. როგორც წესი, ასეთ რომანებს წერენ, ანუ შიგნით ჩართული ხალხი. განგსტერულ რომანებსაც და ასე შემდეგ, ან ადამიანები, რომლებიც იცნობენ ესეთი კატეგორიის ადამიანებს დაუშვათ და თუ მარიო პიუზოს შემთხვევაში საკმარისი იყო ის, რომ გაზრდილიყავი 30-იან წლებში იტალიურ სამეზობლოში დაუშვათ და ამას როდესაც ხედავდი და შენი თვალი ბავშვური იმახსოვრებდა ამ ყველაფერს. სხვათა შორის მარიო პიუზოს აქვს ძალიან კარგი რომანი, პირველი, რომელიც თავის ბავშვობაზე მოგვითხრობს და როდესაც ეს რომანი დაბეჭდა 50-იან წლებში, ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ ამერიკელ ახალგაზრდა მწერლად. ისეთ ხალხთან ერთად, როგორიც არის დაუშვათ ჯონ აპდაიკი, სოლ ბელოუ და ასე შემდეგ. და შემდეგ უცებ დაწერა ასეთი წიგნი, ალბათ მე თვითონ ამას ხსნიდა, რომ გაჭირვებამ დააწერინა და უფულობამ ესეთი წიგნი, ანუ სერიოზული დასაწყისი ჰქონდა. ეს ყველაფერი არის დამყარებული პიროვნულ გამოცდილებაზე, ანუ ინდივიდუალურ გამოცდილებაზე. აქ არ აქვს მნიშვნელობა, შენ შეიძლება არ იყო დაუშვათ კრიმინალური ავტორიტეტი, მაგრამ მუშაობდა ამ სისტემაში, რომელსაც შენი თვალით ხედავ და იცი ეს ყველაფერი როგორც მუშაობს. რა უპირატესობას გაძლევს ეს? ეს გაძლევს შენ ციხის და კრიმინალური სლენგის ცოდნას პირველ რიგში, ვინ როგორ მეტყველებს, ვინ როგორ შექმნა ანუ ნატურალისტური სცენები და ასევე აი აქ ერთი რაღაც მინდა ვთქვა, ხო, რომ ჭაბუ ამირეჯიბს რო არ ქონოდა ყველაფერი ეს გამოცდილი, გადასახლებები და ისეთი, ალბათ დათათუშაშხიას ვერ დაწერდა. მე ესე მგონია პირადად. ანუ პიროვნული გამოცდილება მე არ ვამბობ, რომ ყველა მწერალი ავტობიოგრაფიულია, მაგრამ ყველა მწერალი წერს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით. განსაკუთრებით ესეთ რაღაცას, ანუ დაუშვათ ადამიანი, რომელიც არ არის ამ სამყაროში ნამყოფი და ჩართული, ესეთ რომანს ვერ დაწერს. ამიტომ მგონია, რომ ავტორმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ანუ აქ კიდე გასათვალისწინებელია კითხველისთვის ალბათ საინტერესო არის, რომ აი გოჩა მანუელიძის ამ რომანში ერთ-ერთი ბოლო რომანია, თუ არ ჩავთვლით თემურ ბაბლუანის რომანს, ხო? სადაც მასშტაბია შენარჩუნებული. ანუ სხვა ტერიტორიული მასშტაბია.
შემდეგ თანდათან ძალიან ბუნებრივი პროცესების და ვითარების გამო ქართული ლიტერატურა დავიწყებდა საქართველოს ტერიტორიაზე დაეტია, ასე ვთქვათ. მაგრამ თვითონ ეს კრიმინალური რომანი მე არ მგონია რა ამის შემდეგ დაწერილა რამე ესეთი ტიპის რომანი. შეიძლება ვიღაცებმა ცადეს, მაგრამ ეს ცდილობა ჩაიფუშა. და რა არის აქ ახლა? გუშინ ახლა კიდე რომ ვიმეორებდი ამ ტექსტს, სხვანაირად ვკითხულობდი. ანუ მაინტერესებდა უკვე ენობრივ დონეზე როგორ არის გაკეთებული. და შეიძლება ითქვას, რომ ამ წიგნის ავტორი ლიტერატურასაც კარგად იცნობს, სხვათა შორის. ქართულ ლიტერატურას და რუსულ ლიტერატურას კარგად იცნობს. ანუ ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ავტორმა არ იცის სტილის ფასი და სტილის მნიშვნელობა წიგნში და წიგნისთვის და ტექსტისთვის. ეხლა ძალიან ვაქებ, მაგრამ ნუ რა ვქნა ეგრეა. სხვა უკეთესი ჩვენ ბესტსელერი ქართველებს ნუ რა ვიცი, რა იყო სხვა უკეთესი ბოლო დაუშვათ 30 წლის მანძილზე უფრო დიდი ბესტსელერი ჩვენ არ გქონია. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, რომ ეს ხომ არ არის თვითონ ეხლა მე მინდა ისევ დაუბრუნდე ამ სუბკულტურა, რო არ ამდენად მნიშვნელოვანია ეს სუბკულტურა და პოზიცია საიდან წერ. გოჩა მანუელიძეს ასევე აქვს ომზე დაწერილი სარანგი რომანი, ხო, რომელიც თავისთავად იყო ბესტსელერი, მაგრამ მე გაჩერდა როგორც ემართება ბესტსელერების უმრავლესობას. რაღაცა წაიკითხეს, მაგრამ გადადეს გვერდზე, მაგრამ აი მგლები დღემდე ცოცხალი წიგნია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ და საუბედუროდ სამართლიანობის გაგება გვაქვს ესეთი რა ჩვენთვის სამართლიანი ტიპი ისევ ქურდია რა ისევ ანუ ჩაგრული ადამიანი რომელმაც იცის საკუთარი თავის დაცვა და ეს საკუთარი თავის დაცვა ხდის ძლიერ პიროვნებად თუმცა არ უკარგავს მას სხვებისადმი სამართლიანობის შეგრძნებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. მე არ ვიცი ეს ავტორმა გააკეთა ვიღაცა ყავდა შეიძლება, ვისაც აკვირდებოდა, ან გააკეთა ისე რომ უბრალოდ რაღაცა ხატრული ხერხით გააკეთა, ან უბრალოდ სოციოლოგიურად შეისწავლა და დააკვირდა გარემოს ის, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც აკვირდება ესეთ სისტემას, ის აკვირდება ვის საშუალო სტატისტიკურ ადამიანებს, რომლებიც ну, კაცობრიობის უმრავლესობას შევადგენთ. ყველა ხო ვერ ვიქნებით ძალიან გამორჩეულები. აქედან გამომდინარე, თვითონ ეს მომენტი, ანუ რომ ჩვენ ამ წიგნს აცოცხლებს რა, რომ ჩვენ სამართლიანობას, ვაჟკაცობას, კაიტიპობას, რა ვიცი, ყველაფერს ის რომ ანუ ჩვენთვის რა არის თავარი, რომ ადამიანი რომელიც შეიძენს ძალაუფლებას და მოიპოვებს გავლენას, არ გაფუჭდეს ეს ადამიანი. იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც წარმატება ნიშნავს, რომ შენ ფუჭდები როგორც ადამიანი. სხვა გზა და სხვა ხსნა არ გაგაჩნია. ანუ ავტომატურად გაფუჭებული ხარ, იმიტომ რომ ეს უკავშირდება ფულს, კორუფციას, რაღაც გარიგებებს, ვიღაცებისთვის ძალად ღიმილს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ჯდები რაღაც გარყვნილების ეტიკეტს ვეძახი მე ამას რა, რომელიც გარეგნულად ძალიან ლამაზად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ხარ გარყვნილების ესეთი ეტიკეტია ეს ყველაფერი, გარეგნულად კარგად, მაგრამ სინამდვილეში ჩვეულებრივ გარყვნილებაში ხარ. ანუ ჩვენ დღემდე გვჭირდება გმირი. სამწუხაროდ, გმირი, რომელიც ამოიზრდება არაფრიდან. იმიტომ რომ უკვე ფორით დაბადებული ადამიანი გმირი ვერ იქნება ჩვენთვის. გმირი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ეს მიწიდან ამოიზრდება, ტალახიდან ამოვა, გასუფთავდება. თავის საკუთარი თავის დაცვას მოახერხებს, თუნდაც ძალიან ტრაგიკულად და ძალიან დაუშვათ დიდი თავისი დროის და სიცოცხლის ფასათაც კი ხშირ შემთხვევაში და ყველაფერი ის რომ შემდეგ ეს ამოიზრდება და გახდება აი ესეთი ნიშნულოვანი ფიგურა არ დაკარგავს სამართლიანობის შეგრძნებას. რაზე მეტყველებს ახლა ეს? რომ გლები არის ზღაპარი. ეს არის ზღაპარი. ანუ ზღაპარზე ვისაუბრეთ ჩვენ, რომ ზღაპარი არის განზრახ
გაკეთებული ანტიფსიქოლოგიზმი, იმიტომ რომ ფსიქოლოგიზმის ზღაპარში შეუძლებელია. ანუ გლები არის დიდი ორტომიანი ზღაპარი, საგა ზღაპარი, რომელიც მოგვითხრობს აი ზუსტად ესეთი გმირი, სახალხო გმირია. შეიძლება ეს ადამიანი დაუკავშიროთ, დაუშვათ ასენო ოძელაშვილსაც კი. ანუ აი ესეთი გმირი ადამიანი, რომელიც დაიბადა მეტნაკლებად რაღაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში, მას დაეტაკა ცხოვრებისეული უსამართლობა და ყველაფრის ფასად გახდა სიმართლის მაძიებელი. და ამასობაში ისწავლა საკუთარი თავის დაცვა, მოიპოვა ისეთი გახდა ავტორიტეტი, მაგრამ არ დაკარგა ეს ყველაფერი. რაც თავიდანვე საბაზისო იდეა არ დაივიწყა. სხვათა შორის ეს ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია. წერაშიც ხო ეს არის მნიშვნელოვანი რა. რითიც დაიწყებ წერას, ის იდეა არ უნდა დაგავიწყდეს, იმიტომ რომ მე მთავდები. ეს იდეა არ უნდა დაგავიწყდეს. ანუ პირველი სურვილი რამაც დაგაწერინა, თუ ეს იყო ფული, მაშინ უნდა წერო ფულისთვის, თუ ეს იყო პოპულარობა, ეს იყო უნდა წერო პოპულარობისთვის და თუ ეს იყო უბრალოდ ის რომ იდეალური ტექსტი გინდოდა შეგექმნა, სულ უნდა წერო იდეალური ტექსტი, იმიტომ რომ ეს არსად არ იკარგება.